ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამგეობას 2013 წლისთვის ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულებისაკენ მოუწოდებს. საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი დღეს ფრაქციის წევრმა მიშა ბოლქვაძემ გამართა. როგორც იგი აცხადებს, ხელვაჩაურის გამგეობას მაჭახელის თემისთვის სამგზავრო ავტობუსი უნდა შეეძინა, რომლისთვისაც 2012 წლის დეკემბერში 70,000 ლარი გამოიყო. თუმცა ტრანსპორტი ერთი თვის წინ იქნა შეძენილი და დღემდე გამგეობის ეზოში უფუნქციოდ დგას. მიშა ბოლქვაძის თქმით, გამგეობა იურიდიული პროცედურების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მისივე განცხადებით 2013 წელს გამგეობას მაჭახლის თემისთვის სახანძრო მანქანაც უნდა შეეძინა, რისთვისაც ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 190,000 ლარი გამოიყო, თუმცა დღემდე არც მანქანა და არც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჩანს, რომელსაც გამგეობა მომსახურების ღირებულების თანხის 100% ჩაურიცხა. ფრაქციის წევრი მიშა ბოლქვაძე გამგეობაში თანამშრომელთა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზეც საუბრობს, რაც ხშირად სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში ყოფნით არის გამოწვეული. მიშა ბოლქვაძის განცხადებას ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილემ ნოდარ ხალვაშმა უპასუხა. ჩვენ მოვითხოთ ხელმძღვანელობისგან, რომ დროულად მოხდეს ამ ავტობუსის გადაცემა მოსახლეობაზე, ასევე სახანძრო მანქანის თანხა, რაც ჩაურიცხეს 100% იმ პიროვნებას იქნას ან თანხის დროულად დაბრუნება, ხალხის ფულია ეს, ან სახანძრო მანქანის მოყვანა და პლუს ამას ამ ბოლო პერიოდში მოხშირდა სამუშაო საათებში ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა თანამშრომლების და პლუს ამას ხელჩართულ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადადიან და მოუწოდეთ რეაგირება გააკეთოს ხელმძღვანელობა. საკრებულოს ფლობაზე გადაწყდება ქირავნობის საკითხი, ანუ იჯარით გაცემის საკითხი და შემდეგ გამოაცხადებთ კონკურსს. თუ ვინ გაიმართოს, იმას გადავცემთ და ვინმეც გადაიხდის ქირას, იმას მივაქირავებთ ამ ავტობუსს. აქტივ ჯგუფთან ქონდა გაფორმებული და შეფესე სახლი 54-დან. ამას ვერ უზრუნველდა სახანძრო მანქანის ჩამოყვანა, რისთვისაც ისინი საჯარიმო სანქციები არიან წასულები და სულ მალე ალბათ მთლიან თანხას და საჯარიმო თანხასაც ერთად გადაგიხდიან. ისეთი ინციდენტი არ ყოფილა, რომელიც ჯერ მოკლება მიმდინარეობს და ძალიან მალე გადაწყდება ამ პიროვნების საკითხი.